საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სასოფლო სამეურნეო ბარათებს წელს ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები გლეხებიც მიიღებენ. გასული წლისგან განსხვავებით პროგრამით შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 11,000-ივე ოჯახი ისარგებლებს. საკითხს დღეს ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი დადებითად აფასებს ინიციატივას, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ წინა საარჩევნო პიარის ნაწილია. ნოდარ დუმბაძე ინტერესდება, გასცემს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებისათვის გასულ წელს გაუცემელ ვაუჩერებს. სამინისტროს პასუხი ნახეთ მომდევნო გამოშვებაში. 2013 წელში არ მოხდა იმ 11,000 ოჯახთან დარიგება აღნიშნული ბარათების, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გაიძახოდნენ, რომ თუნდაც სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ არსებობდა ქალაქ ბათუმში და წელს რაღაც ციდან ჩამოვარდა და გაჩნდა სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში, რომელსაც ისინი აპირებენ დაარიგონ აღნიშნული ბარათები, მაგრამ თუმცა ჩვენ გონურული ეჭვი გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, უკავშირდება მოახლებულ თვითმმართველობის არჩევნებს. მოთხოვნა მაქვს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე ერთი, რომ აპირებენ თუ არა 2013 წლის იმ დავალენების დაფარვას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც მოსახლეობას არ მიუღია.